შვედური საშობაო სუფრის ტრადიციული დესერტი, ლუსია კეტს. ეს არის უგემრიელესი ფუნთუშა ქიშმიშით და ზაფრანას სანელებლით. მზადდება მარტივად, მაგრამ გემო და არომატი არც თუ ისე მარტივი აქვს. ვიწყებთ ქიშმიშიანი ცომის მომზადებას. პირველ რიგში დაბალ ცეცხლზე უნდა გავალღოთ 100 გრამი კარაქი. $100 მილილიტრი ნაღები, აუცილებლად 35%-იანი უნდა დაუმატოთ და 100 მილილიტრი რძე. როგორც კი შეთბება მასა, მაშინვე უნდა გამოვართოთ. არ უნდა ადუღდეს. ჯამში გადმოვყაროთ 600 გრამი ფქვილი. მარილი 2 გრამი. შაქარი 200 გრამი. საფუარი 20 გრამი. ანუ ყველა მშრალ ინგრედიენტს ვაერთიანებთ ჯამში. დაფქვილი ზაფრანა 2 გრამი. განსაკუთრებულს ხდის ჩვეულებრივ ქიშმიშიან ფუნთუშას. დაუმატოთ კარაქიანი მასა, აუცილებლად უნდა იყოს ნელთბილი, რომ სწრაფად ამოქმედდეს საფუარი და კარგად ამოვიდეს ცომი. ბოლომდე არ ხსნით, ხოლო ზედა ნაწილს ამოვურიე. დაუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი. ეხლა კარგად ამოვზილოთ ცომი. საკმაოდ ცხიმიანია თვითონ ცომი, ზაფრანამაც მოყვითალოდ შეღება და უფრო არომატული გახადა შვედური ფუნთუშას ცომი. დაუმატოთ 100 გრამი ქიშმიში. ცომი მზად არის და დავასვენოთ 40 წუთით. ცოტა ფქვილი დავყაროთ. დავჭრათ გუნდებად. მივცეთ მრგვალი ფორმა, რომ შემდეგ მარტივად გავიყვანოთ ცომი. გავიყვანოთ სიგრძეში ცომი. მოუხაროთ ცალი მხარე და ცომის ბოლო ნაწილი შევუკეცოთ შიგნით. გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე. ალბათ სწორედ ამ ფორმის გამო ეძახიან ამ ფუნთუშას ლუსია კეტს. კეტს ანუ კატა. ჩემთვის ეს ფუნთუშა კატის კუც გავს. გადავუსვათ ფუნთუშებს ათქვეფილი კვერცხი. აქ მაქვს ცოტა მუქი ფერის ქიშმიში და ცომის აი ამ ნაწილებში ჩავუდებ. ფუნთუშები ცხება 200 გრადუსზე 15-20 წუთით. ძალიან ცხელია, გამოცხვა, ბილი არის ძალიან ფუნთუშა, მოოქროსფრო ფერი აქვს. შვედური ქიშმიშებიანი ფუნთუშა მზად არის.